დღეს ვიმოგზავრებით გოდერძიზე. მივდივართ ჩვენი ახალი მანქანით. ესე ბიზნეს კლასით ვზავრობთ. როლი მოვიდა. ოჩა! გაინტერესებს რა ვისწავლე გუში? Let's go! Woo! ძალიან მაგარი გამოცდილება უამაზესი იყო მართლა. Hello. გიბრუნდებით ახალი ვლოგით. ჩემს უკან ბიჭები და გოგოები ემზადებიან. დღეს ვიმოგზავრებით გოდერძიზე. როგორც იქნა პირველი ზამთრის კურორტი იქნება, სადაც მე, გიო და კირა წავალთ და არა მარტო ჩვენ, კიდე ძალიან ბევრი ხალხი ვიკრიბებით იქით და იქნება გოდერძის ოფიციალური სეზონის გახსნა. დაგვპირდნენ, რომ ძალიან კაი პირობებიაო, იმისთვის რომ ძალიან გემრიალად და კარგად ვისრიალოთ. გოდერძი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ იმდენად მშვიდი წყნარი და ისეთი კაი ბუნებაა და იმდენად სუფთა ჰაერია, რომ მთელი ოჯახი და რავი, არა მარტო ყველასთვის ძალიან მაგარია. მანდ მოგზაურობა და დასვენება. ამიტომ შემოქმნები უნდა ჩავალაგოთ ახლა. რა თქმა უნდა, მივდივართ ჩვენი ახალი მანქანით. და ამ მანქანით გადავწყვიტეთ IM ბრენდის LS7-ით წასვლა. გიორგი ალაგებს ყველაფერს. ემზადება. დავტენეთ სრულად ეს ელექტრომანქანაა, ვინც არიცით. და წესით უკვე სრულყოფილად უნდა იყოს დატენილი და უნდა მიჩვენებდეს 625 კილომეტრს, კი ბატონო. ძალიან მაგარი მანქანაა რა. გუშინ გამოვიყანე ზუსტად ცენტრიდან და ერთი დღე რო ვატარებდი, აი იმ ხელა განსხვავება ყოფილა თურმე ამის და სხვა მანქანების შორის, რომ ვიზუალურად ესე არ ეტყობოდა, მაგრამ ძალიან კაი ამორტიზაცია აქვს, ძალიან კომფორტული არის, იმდენად ტექნიკურად აღჭურვილი არის ყველანაირი კომფორტით და მონაცემებით, რომ მეტი არ შეიძლება. ეხლა უნდა ჩავალაგოთ სნოუბორდები და ჩანთები რა. შესაბამისად ვაწვევით ამას. და სათავსო უფრო დიდი გამოვა. კინას პირველად ხედავს. აქ გავუშვებთ სნოუბორდებს, ჩანთებს და იმედია დავეტევით. იმედია. არა სათავსო დიდი გვაქვს და წეს უნდა დავეტევით. ეს ჩვენი ჩემოდნები. ჩემი და გიოს ჩაფხოტები ეს დავატარებ. მუი მუში. ვიაბა ვაგი. ოპა! ჩემი 3D პრინტერზე დაბეჭდილი სამაგრები, აგერ წლები არ უძლებს. ნიჭი რა გასულა ერთი წელი მან. მე მგონი ვეტევით. დაიღო. სახე. ეგ არის მეგობრებო. ჩავსხედით, მანქანაშიც ჩავეტიეთ გემრიელად. თეო უკან ჩაჯდა ბიზნეს კლასში თავის მანქანაში. კოლი აქვს გასაკეთებელი. ესეც ჩვენი LS7, რომელიც ჩვეულებრივი არ ვიცი, მომავლის მანქანა არის და აიწია პადესკამ და პირველად ჯდება თქვენი მონამორჩილი საჭესთან. ეგ არის, სად ვართ? თეო ქოლზე შევიდა, კირა წინ მოეწყო, ყველაფერი მოვირგეთ, ასე თუ ისე. ნახეთ როგორ გამოიყურება LS7-ის გასაღები, თვითონ მანქანა არის. დავიძარეთ. წინ გვაქვს დიდი გზა. დღეს გაიტესტება IM Motors-ის LS7 long range-ზე. პირდაპირ ბათუმში დავაწევით. ეხლა გვიწერს უკვე 623-ს და ნახავთ რა, დაღმართებზე რა თქმა უნდა იტენება ზოგადად ელექტროავტომობილი, მაგრამ წინ ბევრი დაღმართი არ არის. ნახეთ ჩემი მონსტრი, აი მანქანა. ნახეთ, აი ნამდვილი კაცური მანქანა. ეხლა ეს როგორ ამბავს და როგორ შთაბეჭდილებას დატოვებს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ტრასისთვის და long range-ზე იდეალური სჩანს. ამიტომ ნახოთ რა მოხდება. გავჩერდით. Nice car. მოგეწონა გზაზე? ტესტი ჩაბარებულია. ველოდებით თქვენს საჭმელს. კირა შერა შევუკეთე. კარგოდი და მამიკოს ბავშვობას ბავშვობის გემო გაახსენდა? ხო, კევის გემო აქვს. აია. ბავშვობაში კევს გეჭავდი ეგა? ავედით. გვაგვიანდება. ეხა შევხედე რომ გოდერძამდე კიდე იქნება 3 საათი ბათუმიდან. ოღონდ ბათუმამდე კიდე 2 საათი გვაქვს, 2 საათ ნახევარი. 2 საათ ნახევარი და კიდე 3 საათი გოდერძი. მაგრამ არა უშავს, IM-ის დამსახურებით. აიტანთ ბრემბოს მუხრუჭები. კაი, ახლა გავაკეთეთ ჩვენი პატარა ფოკუსი.
რომელიც არის gravity. მოკლედ ეს არის ფუნქცია მეგობრებო, როდესაც აი ეს ამხელა წინა სავარძელი იკეცება, შედის აი აქ და უკანა სავარძელი წინ წამოიწევა. დაჯექი. გადაიწია. ხო, მაგრამ მან მე უნდა დავჯდე ხა შენ არ ვიცი სად დაჯდები. ოპა. მიდიაბა. ოპა. პერზა გაიხადეთ. ეხლა გვაქვს კრუიზ კონტროლი ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ მიყვება ზოლებს, ჯერ ეგერთი, მეორე დალოქილი მაქვს სიჩქარე და დაახლოებით 120 მივდივართ ეხლა. და ასევე თუ ციმციმას ჩავრთებ, შეუძლია რომ თავისით ავტომატურად შეიცვალოს ზოლი. ასევე LS-შიც აქვს კლიმატ კონტროლი აი აქედან, ხოლო აი აქ გაქვს ძალიან ბევრი რამე. ეს არის სარკის აწევ-დაწევა, ხოლო აქ არის წინასკამის შეკეცვა, რომელიც ახლა შეკეცრილია, ეს არის წინასკამი, სავარძელი, ასევე გამოკეცვა, ასევე ჩვენ რაზეც ვზივართ იმის რეგულირება, მასაჟები, მასაჟები აი ლეონი ჩავხო. გარეთ წვიმს. ჩვენ თბილად მანქანაში ცხოლი ყავს, პირადი. ესე ბიზნეს კლასით გზავრო, ბიზნეს კლასის ფრენასავით არის რა. 45 წუთს გვიწევს, ეხლა სანამ მივალთ ჩვენს ტრანსპორტამდე და მე ის ტრანსპორტი წაგვიყვანს გოდერძიზე. მოკლედ ძალიან გრძელი გზა გვაქვს დღეს, გასავლელი, აი მიუღწეველი წერტილია, როგორც აღმოჩნდა, იმიტომ რომ ავირჩიეთ ეს გზა. რა თქმა უნდა, სხვა გზით გაცილებით უფრო მარტივად ჩახვალ, უბრალოდ ცოტა უფრო რთული გზა არის. რთული გზაა, მაგრამ უფრო სწრაფად ჩახვალ. ალბათ ყველას აინტერესებს, პრაქტიკულია თუ არა ეს საჭე. შენ რა სიტყვი? მიჩვევა უნდა. როგორ რაღაცა ეცით, ესეც საჭე რომელიც მანქანასაც აქვს. მოხვევის კუთხე აქვს მეტი, ანუ ვალმანქანას თუ მაგალითად 1 წელი ჭირდება რაღაც ბოლომდე მოსახვევად. ამას აქამდე რო დაატრიალებსო, ბოლომდე უხოც რა. წინ რაც შეეხება 3 ნაწილი არის, პირველი ტორპედო, მეორე CarPlay-ის ადგილი. აქ დამატებითი ერთი სკრინი, რომელშიც ვიდეოების გაშვება შეიძლება და მომავალში ვიზამთ. პლუს ეს ესე ვთქვათ, დაშბორდი, საიდანაც თელ ფუნქციონალს მართავ რა. იქნებ გავტესტოთ Netflix ჩართებს თუ არა. იქა, მაგრამ იქნება Netflix-ზე ჩართება. აუ, თუ შევძლეთ სტრიმინგი, ჩათვალე აქედან არავინ არ ამოძრება. Bridgerton-ს მთლიან სეზონს აგვუყურებთ. ესე ჩვენი ბათუმი. რა არის გათიშული. ესეც ასე მეგობრებო, პირველი რაუნდი დამთავრდა, ჩამოვედით ბათუმში. ეხლა დავაყენეთ მანქანა, გადმოვაბარგეთ ყველაფერი და ეხლა აი ამ დელიკით უნდა ავიდეთ გოდერძიზე. მშვიდობებით ჩვენს LS, ჩვენს ძმას და მეგობარს და თევნას. ძმა არ არის, გოგო არის. ჩემი ცოლის დაქავს. Yes, აი ზუსტად ეგ არის, ჩემი ცოლის დაქალ. მომდენო 3 საათი. კი, მომდენო 3 საათი, აი ამ დელიკით უნდა ვიარო, სულ რაღაცა 3 საათ ნახევარი. 3 საათ ნახევარი წინა მანქანას, ჩვენ 3 საათ გვეყოფა. ხო, გვეყოფა 3 საათი. აი ჩეჩა ხარ. მიყოფილი. კი რა. გადმოჯექით ქალბატონო უკან. როლი მოვიდა. აბაზებო, ავდექით. კი რა. ციკლა ჩამოვაღწიეთ გოდერძიზე. ამოვიდით და ეხლა განახებთ ჩვენს ოთახს. Hello. რა ხდება აქ? უკაცრავად. სხვანაირში ხარ უნდა იყოთ. მოვედით მეგობრებო. როგორ მიხარია თქვენ არიცით? ნახეთ. ვაუ. თან თოვლი მოდის. ყვალე გამოიცანით, აი აქ რა მოხდება. მშვიდობისა ხალხო, ამ წამს ავდექი გამომზადე. ეხლა მივდივარ რომ ვისაუზმოთ. გიო და კირა უკვე დაბლანდებიან. შეამჩნევდით ალბათ რომ სპორტულად მაცვია. აგერ გამოვიტრანჭე. დღეს სალისთან მაქვს ვარჯიში და მაგიტომაც მაცვია სპორტულად, იმიტომ რომ არ მინდა რომ ჩავაგდო სანამ აქ ვარ ვარჯიშები. მზად ვარ ვარჯიშისთვისაც. სალისთან უნდა ვივარჯიშო დაახლოებით 11-ისკენ. არ მინდა ჩავაგდო, იმიტომ რომ ძალიან რთული არის ისედაც დროის გამოძებნა და სანამ აქ ვარ, ვარა მეთქი ვივარჯიშებთ ხო. მაგის მერე თუ არ ვწდები
უკვე იქნება რაღაცა ტური დაგეგმილი ბურანებზე და თუ მოვასწარი დღეს ასევე მინდა რომ სასიამოვნოთაც წავიდე. უბრალოდ ძალიან ბევრი რაღაც მაქვს სამონტაჟო და იმედია მოვასწრებ. ესე ჩვენი საუზმა ეხა ჩამოული, ავარჩევ. რაც თავარია ხელიც არის. ნიამ. ილამ შვიდობის და გოდერძიდან თეონამ არ ვიცი რა ვილაპარაკა ვიდეოში, მაგრამ სულ რამდენიმე წუთი გვაშორებს სრიალამდე და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ წელს არ მისრიალია. ერთხელ ჩამოსრიალდი, მერაბისთან ინესთან ერთად ვიყავი, ბაკურიანში ვიყავით და შესაბამისად დღეს და ხვალ აჭარის ტურიზმის დამსახურებით სახეზე თოვლი უნდა წავისვა. ფრირაიდზე უნდა ვიაროთ. გავუყალავში უნდა ვისრიალოთ, ანუ ეზბარითას აგიყვანთო, ბურანების ტურიც იქნებათო და ვნახოთ რა იქნება. ჩვენი მეგობრები ახარიან, ყველა კონტენტ კრეატორები, აჭარის ტურიზმის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. თითო ოსმოპაკეტი დევს, კამერა, შტატივი, მიკროფონები, მოკლედ აი გადაძეძგილია აქ მოიმედები. ყველგან კამერების და სუ ტექნიკით არის გავსებული. თეონა კი დღეს ვარჯიშს აპირებს შუა 11 საათზე. 11 წუთია და ეხა 11-ზე რო უნდა გავდიოდეთ, თეონა ვარჯიშს აპირებს. აი შემოვედით, ეს არის ჩვენი სავარჯიშო დარბაზი. სულაშორის ძალიან კაი სივრცე არის. პატარა, მაგრამ ყველაფერია, რაც ადამიანს შეიძლება დაჭირდეს. Hello. როგორ ხარ? როგორ ხარ? ძალიან მაგრა. ნახე სად ვარ, ჩემი პერსონალური დარბაზი. ყველაფერი აქა მაქვს. ნახე რო დადე. ისიც ვნახე რა ჭამე. დავიწყეთ პრესით. La. აი ცხვირამდე უნდა მოიწიო ეს ნახე. აი ეს. აი, ნინჯა! დინ. ეხლა მეც ჩავიცმევ. თერმოები მაცვია ასე თუ ისე. ეს გიორგის შარვალია და იმედია ჩამეტევა. მზისგან დამცავი წავისვი, იმედია ყველამ წაისვა. საკმაოდ დიდი გამოსხივება აქ თებში. მზისგან. მოეცადე განახოთ. გიორგი წავიდა, მე მგონი. წავიდა? ესა წავიდა. აი, უნდა აიყვანონ. კოცნაც გამოგიგზავნე. Show me the all damn day. Stay at home all damn day. ჩავიცვით. მთლიანად მაცვია Jack and Jones-ი. წავართვი გიორგის ყველაფერი. ძალიან კაია, რომ ეს ხელების გასაყვები აქვს. სიკუნინო. წავედით სასრიალოდ? ჩემი ბუთები რო აცვია. I love you. ირამ გამოიტანა ჩემი სნოუბორდი. ოჩხ, წავედით. აქ უნდა ვიქირავოთ ახლა ჩვენ თხილამურები. და ასევე გჭირდება ჩაფუთი. ესეც ასე დავაყენეთ კირა თხილამურებზე. ძალიან დავიტანჯე, ძალიან. აი, არ ვიცი, აქამდე როგორ მოდიხართ მშობლებო, იმიტომ რომ ძალიან რთული არის. ნუ მარტო სრიალი ხო რთულია, ამდენი რაღაცის ჩაცმა და მე ეკიპირების წრევა, მაგრამ ბავშვთან ერთად არის ორმაგი შრომა ნამდვილად. იმედია კარგად ვისრიალებთ. ეხლა ნახეთ მეგობრებო, კირამ უნდა გაჩვენოთ კლასი. ეს არის მისი მესამე ჩამოსრიალება და არ მჯერა რამდენად მარტივად დაითვისა ყველაფერი. ამას უყურე. მერტო. ყოჩაღ! ბუსა! მიმართულება არ შეგეშალოს. ვაუ! ყოჩაღი გოგო. მისრიალდა უცებ. ოპ! შეხტა ბილიგზე. ეგ არის. ხუთი გამალობაში რაც ფრიალებ არასწორად, სუდად, შიშის ქვეშ და როგორც ეკრა ტრენერი რო ავიყვანე, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა ისეა მიხსნა, რომ მართლა თავდაჯერებულობა უფრო გამიზარდა. მაგის გარდა კიდე არასწორი ფეხი მქონდა, თურმე წამყვანი და სულ სხვა უნდა ყოფილიყო და ბორდის მქონდა ძალიან მაღალი. ამიტომ ეს ნიუანსები რო გავითვალისწინე და ბოლოს მითხრა რომ გიშინიაო და ცოტა მამაცაც უნდა მიუდგეს რეალსო, აი, მე უკვე მივხვდი რომ თურმე
შემძლებია და უფრო მარტივი ყოფილა, ვიდრე მეგონა. ყველაზე მაგარი ახლა უნდა განახოთ გოდერძიზე. ეს არის მეგობრებო რიგი გოდერძიზე შესასვლელად კანატკებზე. საბაგიროს შესასვლელი რიგი არ არსებული, რომელიც ყველაზე მაგარი ალბათ პუნქტი არის ზოგადად ამ კურორტის. იმიტომ რომ ეგრევე შეგიძლიათ დაჯდეთ საბაგიროზე და ახვიდე შემოსასრიალებლად. ლოდინი საერთოდ არ გიწევს, აგერ პირველი ვარ და ეგრევე შემიძლია რომ შევიდე. გაინტერესებს რა ვისწავლე გუშინ? დავედი. მოკლედ დილიდან ვიყავით ფრირაიდზე, კეისბორდერებით ასრულები ძალიან ბევრი სრიალებ. ხოვლის სახელზე ვისვი და ეხლა მაგრამ ეზარება სრიალი, მაგრამ თეო მარტო რო არის სრიალოს და თან ცოტა გადავუღოთ. წამოვყერა და აი ნა დავაწუილოთ და დავეწიე. ხარ? ნახეთ რა შორის არის? და დავასწოროთ ეხლა სნოუბორდი. დავიდა. ამას მოუმატია ჩარი. ნახე შენ როგორ თავად მისრიალებ. მოკლედ აჭარის ტურის უძღვნესი მადლობა ეკუთვნის იმისთვის, რომ აქ ვარქებები და იმისთვის, რომ ცდილობენ ყოველთვის აჭარის და ბათუმის და მოდერნის და თუნდაც აჭარის მხარის პოპულარიზაციას. ვისურვებდი იგივეს მოკლედ სამეგრელოზეც. დიდი სიამოვნებით და ჩავერთობოდი, იმიტომ რომ ჩემი გიგია და უდიდესი პოტენციალი აქვს ამ შემთხვევაში ასევე როგორც აჭარასთან და ვებზადებით მეგობრებო, ეხლა უნდა ბურანებით წავიდეთ ტურში და ძალიან ლამაზი ადგილები უნდა განახოთ. გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც 2300 მეტრზე არის ზღვის დონიდან. და პატარა კირა აგერ ბურანით გაზაობს. ძალიან მაგარი გამოცდილებაა. ესეც ასე ჩამოვედით. გაიყინა კირა ბოლოს. ლამის ტირილი დაიწყო ისე ეციოდა. ეხა უკეთესად ხარდე? კიდევ. არა. გადავიგეთ ის სირკულები რაც იყო ბოლოს. ვიღაცებმა ტელეფონი დაკარგეს, არ ვახსენებ სახელს. ნანა იყო ერთ-ერთი, ვინც დაკარგა ტელეფონი, მაგრამ ეხა ეძებდნენ და იმედია მოწებნიან. ჩვენ უბრალოდ ვერ დავჭით, იმიტომ რომ კირა ყოლე წამოსაყვანი. ეხლა უნდა გავხსნათ და ცოტა მოწესრიგდეთ, თორე 3 საათია გზაში ვარ ბურანზე. ძალიან მაგარი გამოცდილება იყო. არ ვიცი რამდენად გადავიღე, მაგრამ ყველაზე მაგარი ის იყო, რომ იმდენად გავუყვალავში ლამაზესი ბუნება. თოვლით დაფარული სახლები იყო ისეთი ლამაზი და თან მზე რო ჩადიოდა ის მზის შუქი რო უთხავდა ამ თოვლს და სახლებს, აი ლამაზესი იყო მართლა. ძალიან დაღლილი, მაგრამ ბედნიერი მივდივართ აქედან. ისე მტკივა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველა კუნთი მტკივა. ხო და ეგ არის ძალიან მაგარი შეგრძნება, როცა ყველაფერი მტკივა. იმიტომ რომ მაშინ ცოცხლად გრძნობ თავს. თან ვარჯიშობდი, თან სრიალებდი, თან ბურანების ტური ქონდა და მოკლედ ამ ყველაფერმა გამანადგურა. მაგრამ კაი ვარჯიშიც გამოგვივიდა. ეხლა გვექნება ალბათ ბოლო ჭამა. შემდეგ უკვე ჩავჯდებით ჩვენს დელიკაში და ჩავალთ ბათუმში. აი ეს არის ის ხალხი, მეგობრები და ვლოგერები და ბლოგერები, ვინც ჩვენთან ერთად იყვნენ ამ მოგზაურობაში. ამიტომ მათ კონტენტსაც სავარაუდოდ უკვე ნახავდით, იმიტომ რომ ჩემი YouTube ვიდეო გაცილებით უფრო გვიან დაიდება. შენ ვლოგებში ჩემი როლი არის, let's go. Let's go. კირამ ჩაალაგა თავის ჩანთა და ნახეთ როგორ მიგრიალებს. ესეც ასე. აი ამ თოვლს ვტოვებთ გოდერძის და აწი უკვე იმედია ნაკლებად წვიმიან ბათუმში დავბრუნდებით. და
გასუნინაც ძალიან ეძინება. არა რა, საკუთარ მანქანას მაინც არაფერი არ ჯობია, ხო გიო? თან კომფორტულ მანქანას. ეხლა უნდა განახოთ ჩვენი რუმსის ოთახი. ნახეთ რა ლამაზია. კირა, რამხელა საწოლში ხარ? მოგეწონა? ძალიან მოეწონა სხვადასხვა რუმსის ოთახი. აქ საპირფარეშოა, ეს ჩვენი ტელევიზორი, ძალიან საყვარლობა დივანი და ეხლა ყველაზე მაგარი რომელიც ხვალ ალბათ უკეთესად გამოჩნდება. ნახე რა სილამაზეა. ისეთ ბილა აქვს, რომ აი ვერ წარმოვიდგენთ. ეხლა ჩემი დის სტორი ვნახე და ქუდი და რაღაც კურტკა აცვია და ჩვენ ნახე. არა, დასავლეთი მაგიტომ მიყვარს რა, ჩემი სამეგრელო აჭარა, აქეთ გურია, რა ვიცი რა. მითვისა ყველაფერი. ყოველთვის ბილა რა. ძალიან სასიამოვნო ამინდია იმდენად, რომ შეგვიძლია უბრალოდ ქუჩებში გაისეირნო ისე რომ არ გაიყინო. და ეხლა მაგას ვიზამთ ზუსტად. ხო, აბარჩიეთ ერთი ძალიან საყვარელი კაფე, სადაც მივირთმევთ საუზმეს და თან გავისეირნებთ, დავათვალიერებთ ბათუმს. კირასთან ერთად. მოკლედ, ცოტა ხანი გავალთ ვიბრექვესტებს და მე ანტიგრავიტის Insta 360-ის დრონს ავაფრენთ და ბათუმის 360 დრონის კადრებს გადავიღებთ ლამას და მოკლედ ამ ყველაფერს GDTech-ის YouTube არხზეც ნახავთ. მაგრამ ეს ვიდეო თეონას არხზეა, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ თეონას არხი, მისცეთ мотивация იმისთვის რომ გააგრძელოთ YouTube-ის ვიდეოების გადაღება და სხვა შორის ძალიან მაგარი გეგმები აქვს YouTube-ზე, ამაზე ცოტა მოგვიანებით მოკლედ თვითონ დაგიბრუნდებათ. ვეღარ დავასრულე ეს ვიდეო, იმიტომ რომ სულ მინდა გადაღება. მაგრამ ეხლა დავასრულებ და მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის რომ გამოგყვევით გოდერძიზე და ჩვენს მოგზაურობაში მიიღეთ მონაწილეობა. რა თქმა უნდა, აქ არ მთავრდება ჩემი ვიდეოები. ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და შეგხვდებით მომავალ ვიდეოებში. რაღაცა მინდა ვთქვა. თქვენ ხო გინდათ აქ? თქვენ სხვა გინდათ აქ, მერე? და მერე მოდით, უთხრათ. Bye.